დრო საქმე საღამოში ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვაზე ვისაუბროთ. გასული სავაჭრო სესია დიდად გამორჩეული არ ყოფილა, კლება იყო. დღეს კი როგორც ხედავთ, უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე გვაქვს ძალიან დადებითი პოზიტიური განწყობა. ზრდა არის თანასაკმაოდ მკვეთრი, როგორც ხედავთ, NASDAQ-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება ლამის 2%-ით არის გაზრდილი ერთ დღეანჯერში. Dow Jones-ის ინდექსსაც ასევე დადებითი შედეგი აქვს, პლუს 0.92%, ხოლო S&P 500-თან მიმართებით მატება არის პლუს 1.36%. ეს ყველაფერი კი განპირობებული არის ერთი მარტივი მოცემულობით. ამერიკის ფედერალური სტატისტიკის სამსახურმა გამოქვეყნა უახლესი მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონე იმაზე უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ეს წარმოედგინათ ანალიტიკოსებს. აცდენა არის დაახლოებით 0.5% პუნქტიანი. ასეთი რადიკალური აცდენა, როდესაც არის რეალური და მოსაუბრებელი, ანუ ცუდ ინფლაცია შორის, რა თქმა უნდა, ეს არის პოზიტიური სიგნალი, რომელიც შემდეგ ფედს მისცემს საშუალებას, რომ შეაბსუბუქოს მონეტარული პოლიტიკა, ამიტომაც ხედავთ ძალიან პოზიტიურ განწყობას. სხვათა შორის ეს პოზიტიური განწყობა გადავიდა აბსოლუტურად ყველა მსხვილ კომპანიაზე, როგორც ხედავთ, ეს არის ტოპ 10-ული, საიდანაც ყველა გაზრდილია და ყოველი მათგანის შემთხვევაში ძალიან მკვეთრი მატება გვაქვს. Nvidia-სთან +3, Google-თან +2, Microsoft-თან +3, Amazon-თან დაახლოებით 3.36, Meta-სტანაც 3, Tesla საერთოდ 5%-ით არის ერთ დღეში გაზრდილი, TSMC 3.23% აქვს მატება, როგორც გითხარით, ინვესტორთა განწყობა აი ამ ერთმა სტატისტიკურმა მონაცემმა რადიკალურად შეცვალა და ყველა არის პოზიტიურად განწყობილი ამერიკული საფონდო ბირჟის, განსაკუთრებით ტექნოლოგიური სექტორის მიმართ. აქვე ევროპაზე ვთქვათ ორი სიტყვა, სადაც სხვათა შორის დღეს ცენტრალურ ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და რეფინანსირების განაკვეთი უსულად დატოვა, როგორც მოსალოდნელი იყო ყველაფრის ფონზე. 600 მსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი 0.99%-ით. მცირედი მატება აქვს შანხაის ინდექსსაც +0.15, აი იაპონური ნიკეის შემთხვევაში კი კორექციაა და ეს არის -1%. რაც შეეხება როგორც ხედავთ ენერგეტიკულ ბირჟას, აქ მატება გვაქვს 1% არის ზრდის მაჩვენებელი, ბრენტის ფასი არის $60, ხოლო WTI-ის ფასი $47 ფარგლებშია. ბუნებრივი აირის ფასის მომატებულია საშუალოდ 1%-ით და მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება 28 ევროს უახლოვდება. აგრეთვე გაძვირდა რუსული ნავთობიც, მას აქვს +2% დაახლოებით და ურალის ფასი $40 შეადგენს. აი ოქროსაც შეეხება, მისმა ფასმა მოიმატა $30 უნციაზე და ის ამჟამად $4,367 შეადგენს, როგორც ხედავთ, ამ თვეს ოქრო არის გაძვირებული 7%-ით, ვერცხლი კი რეკორდული 28%-ით. ამ ყველაფრის ფონზე ერთწლიან პერიოდში ვერცხლს საერთოდაც აქვს +127%, ხოლო ოქროს აქვს +78%. ოქროსა და ვერცხლს აქვს ფენომენალური წელიწადი, ამაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრებთ. არის რიგი მიზეზები, მათ შორის მთავარი არის, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება. ამის ფონზე კი ინვესტორები ირჩევენ მაქსიმალურად უსაფრთხო დროში გამოცდილ აქტივებს, ასეთ აქტივებად კი იდენტიფიცირდებიან, რა თქმა უნდა, ოქრო და ვერცხლი, მაგრამ უფრო ოქრო, ვინაიდან ვერცხლი მაინც შედარებით ნაკლებად იშვიათი ბუნებრივი რესურსია. კრიპტოინდუსტრიაზეც გადავინაცვლოთ, აქაც მატება გვაქვს ამ ეტაპზე 1%-ით არის მომატებული ბაზრის საერთო შეფასება, თუმცა დიდად ძვრები არ გვაქვს, რადგანაც ბაზარი ისევ და ისევ 3 ტრილიონად არის შეფასებული. ბიტკოინის ფასი 88,200-ია, ეთერემი კი დაახლოებით $3,000 ვაჭრება, ცვლილება არის, როგორც ხედავთ, მინიმალური 2-3%-ის პარკლებში. კაპიტალიზაცია $345 მილიარდი გვაქვს ჩვენ ეთერეუმისა, ხოლო ბიტკოინის არის $1,759 მილიარდი. ეს სტაგნაცია ძირითადად იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ ბოლო პერიოდში კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებით არ ყოფილა არც სიახლეები, არც ძვრები, არც ტრამპის მიერ დაანონსებული პროგრამები და ყველაზე სავალალო ის არის, რომ გაირკვა, რომ სენატი და სენატის საბანკო საფინანსო კომიტეტი კრიპტოაქტივებზე მსჯელობას არაპირებს მინიმუმ 2026 წლის მეორე ნახევრამდე. შესაბამისად, ამ მიმართულებით სიახლეების გამოჩენის შანსი არის ახლა უკვე ძალიან დაბალი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც გადავალოთ თვალი, ეს არის საქართველოს ბანკი, რომელსაც დღეს კლება აქვს -59%-ის ფარგლებში. როგორც ხედავთ, ეს TBC მას პირიქით მატება აქვს +0.74%, თუმცა გრძელვადიან იმ პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკს აქვს გაცილებით უკეთესი შედეგი ვიდრე TBC-ს. ევროპულ ვალუტას რაც შეეხება, მისი კურსი, როგორც ხედავთ, დოლართან გვაქვს ამჟამად 2.79, ევროს კურსი არის 3.16, ხოლო სტერლინგის კურსია 3.60. და ბოლოს აქვე უნდა ვისაუბროთ ლარის ფონდზე შესაძლებლობაზე, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group-ი.
ეს შესაძლებლობა შეგიძლიათ გამოიყენოთ თანხაგან დათავსოთ და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლეურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით როგორც ხედავთ 9%, ხოლო ანგარიზე 50000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში სარგებელი აღწევს და აჭარბებს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურად Foresight Investment Group კი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.